ჩვენ იცით რომ ეთიკის კურსის მეორე ნაწილზე გადავინაცვლეთ და მეორე ნაწილი ეთიკისა ეს არის ურთიერთობა სამშობლოსთან. ანუ რა ეთხოვება ადამიანს, რა მოეთხოვება სამშობლოს წინაშე. როგორ უნდა ესე იგი მოიქცეს სწორად რომ მისი ცხოვრება, მისი შემოქმედება, მისი წინსვლა და წარმატება სამშობლოს წინაშე პირნათელი იყოს. ანუ რას ითხოვს სამშობლო ჩვენიდან. გითხარით რომ პირველი თემა ჩვენთვის ყველაზე მთავარი სამშობლოს ყოველთვის ვიწყებ დედა ღვთისმშობლის ესე იგი დახასიათებით, მისი სიყვარულის წარმოჩენით, მისი მფარველობით ჩვენდამი და ჩვენ პირველი დედა ღვთისმშობელზე ვისაუბრეთ. ეს იცით რომ ერთი თემა ჩემო ილია ღვთისმშობელი და კვართი და დღეს აი ამ თემის დასასრული ხდება. ანუ შეიძლება ითქვას რომ ღვთისმშობელი სამ გასაკვეთში ჩავტიეთ. ესე იგი ერთი კვართის ისტორია, თვითონ დედა ღვთისმშობლის ისტორია და სვეტიცხოვლის ისტორია. და დღეს ამით ჩვენ ამ თემას დავასრულებ და გადავალთ მერე ქართული ენის სიდიადეზე, ანუ შემდეგ ორშაბათს. დღეს კი მინდა აი კარგად დააკვირდით ახლა ყურადღებით რა საოცარი რამ მოაწყო საქართველოში ჩვენმა საყვარელმა ღმერთმა. პირველი ის რომ უფლისთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე უშინაგანესი რაც არსებობდა სამოსი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ემოსა, ის ჩამოიტანა საქართველოში. მერე მას მფარველად დედა ღვთისმშობელი დაუნიშნა და ახლა დააკვირდით რა მნიშვნელოვანი რამე მოხდა. როდესაც იქ სასწაულებრივად წმინდა ნინოს დროს იპოვეს კვართი, აი ამ კვართზე ზეციური ნიშანი წამოვიდა და სვეტი ამაღლდა ზეცაში და სვეტი სასწაულებრივად, აი ნახე დააკვირდის სიტყვად სვეტი ცხოველი. სვეტი რა არის? ბოძი, ხის ბოძი, რომელიც განკუთვნილი იყო რომ ტაძარი აეშენებინათ, პირველი ტაძარი კვართზე. აი ეს სვეტი იცით თქვენ რომ ვერ ამართეს, ანუ ეჭიდნენ და ადამიანებმა ძვრა ვერ უყვეს. მიხვდნენ რომ ეს იყო რაღაცა ღვთაებრივი სასწაული და წმინდა ნინომ დაიწყო ლოცვა. ამ ლოცვის შედეგად გაიხსნა ზეცა, ანგელოზი ხილული სახით ჩამოვიდა ზეციდან, ეს სვეტი აღაპყრო ზეცად, რამოდენიმე ესე იგი მანძილზე მიწიდან მოწყვეტილი ჰაერში როიტყვიან გამოეკიდა, ანგელოზი დაუბრუნდა ზეცად და ეს სვეტი ჰაერში გაჩერებული იყო გარკვეული პერიოდი. ეხლა ნახეთ, დააკვირდით, ეს იყო უკვე ნიშანი ზეციდან. ძველ ქართულში ცხოველი და ცოცხალი ერთი და იგივე მნიშვნელობის იხმარება. ანუ ჩვენ დღეს რო ვხმარობთ ცოცხალი, ძველ ქართულში იხმარებოდა ცხოველი. სვეტი უბრალო ხის კი არა, გაცოცხლებული ღვთაებრივი ძალით, ძველ ქართულად რო გადავთარგმნოთ, ესე იგი სვეტი ცოცხალი, სვეტი ცხოველი. აი ასე დაერქვა სვეტი ცხოველი ამ ესე იგი სასწაულებრივ გამოცხადებას, რომელმაც მრავალი სასწაული მოახდინა, ჩემო ძვირფასო ელენე, და მერე გადაადგილდა თავისი ეს სვეტი და ერთ ადგილზე ძლიერად დამაგრდა, სადაც დღესაც იქ არის. თქვენ უკვე ხვდებით, რომ რა თქმა უნდა დამაგრდებოდა იმ ადგილზე, სადაც კვართია და დედა სიდონია. და აი ამაზე ააშენეს მერე პირველი ხის ტაძარი, შემდეგ უკვე ვახტანგ გორგასალმა ხის კედლები მოარღვევინაო და აღაშენა მოციქულთა სახელზე, 12 მოციქულის სახელზე უკვე ბაზილიკა ქვის, ანუ ქვის ტაძარი, რომლის კედლების დღეს სვეტიცხოველში კიდია შემორჩენილი. აი თუ დააკვირდებით სვეტიცხოველში შიგნით
დაინახავთ, რომ რამოდენიმე კედელი შუშაშია ჩასმული და განათებულია ლამაზად. აი ეს ნიშნავს, რომ ეს კედელი არის ვახტანგ გორგასლის დროინდელი შემორჩენილი ის მადლითა და დაცული იმ სიწმინდით. და მერე იცით უკვე, რომ გიორგი პირველის დროს, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი იყო მელქისედეკი, აი ეს ვებერთელა ტაძარი დღევანდელი სახითაც რომ არის შემორჩენილი, ასე დაშენდა სვეტი ცხოველი. ამიტომაც უყურეთ ახლა, ვინაიდან ერთადერთი კვართი ქონდა უფალს და ქართველებს ჩაგვაბარა, ანუ ღმერთმა რომ თავისი სამოსი ჩაგვაბარა ჩვენ, ფაქტობრივად გვაკურთხა, რომ ეს ქვეყანა დღეიდან იქნება კვართის მცველი ქვეყანა. ანუ ღვთის მადლის მატარებელი ქვეყანა. ღვთის შეიძლება ითქვას ნაკურთხი და ამიტომაც ვამბობთ, რომ ღვთილდაცული ერი ჩვენიო. ესე იგი, ჩვენ რა თქმა უნდა ასევე იმასაც ხვდებით, რომ კვართი რომ ჩაგვაბარა, ამ კვართის გამო ვიცოდით მაშინათვე, რომ უამრავი მტერი ეყოლებოდა საქართველოს და მართლაც ისტორიას რომ გადავხედოთ, ჩემო ძვირფასებო, საქართველოში განუწყვეტლივ თარეშობდა მომხდური მტერი, რომლის მიზანიც რა თქმა უნდა იყო, რომ ჩვენ ჭეშმარიტებაზე უარი გვეთქვა და რა თქმა უნდა, რომლის მიზანი იყო, რომ კვართი წაერთმიათ ჩვენთვის და ჩვენ ღვთის წინაშე ჩვენი მისია, დაკისრებული მისია და პასუხისმგებლობა, რაც უფლისგან დაგვეკისრა, ვეღარ შეგვესრულებინ. მაგრამ აი ჩვენ და საბედნიერო და ჩვენი ღირსეული მამა პაპის გმირული ბრძოლის, დაღვრილი სისხლის, ოფლის, ლოცვის შედეგად ქართველმა ხალხმა რაგინ სასწაული წმინდა არ მოგეჩვენოთ, 20 საუკუნე იცავდა ამ სიწმინდეს და დღემდე მოიტანა. და მოიტანა არა უბრალოდ მატერიალურად დაცული ეს ფიზიკური, მატერიალური სამოსი, უბრალოდ მოიტანა მისი სულიერი სახე, ანუ მართლმადიდებლური ჭეშმარიტი ეკლესია დაიცვა და თან კვართი ვინაიდან არის უკერველი, იცით თქვენ ეს ამაზე გესაუბრეთ, რომ მას ნაკერი არა აქვს. აი ეს უკერველობა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ერთიანად შევინარჩუნოთ, აი განუყოფელი რო იყოს. აი კარგად რომ უფრო გაგიხსნათ, სხვა ზოგიერთი ეკლესია დავასახელებ ახლა, რამოდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. 4-ად, 5-ად, 7-ad. საქართველო კი ჩვენ მისია გვაკისრია ღვთის წინაშე, რომ არა მარტო მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, არამედ ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესია შევინარჩუნოთ, რასაც ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით, მისი ლოცვით, მისი ღვაწლით, შრომით და მისი რო იტყვიან, აი თავგანწირული ბრძოლით საქართველო დღეს ამას იცავს და დღეს ამ საიდუმლოს, ამ მისიას ასრულებს. ამ ხრივ ჩვენი ერი შეიძლება ითქვას, რომ უპირველესია ღვთის წიაღში, აი ამ ესე იგი საიდუმლოს დაცვით. ახლა დღეს კიდევ ერთი ბევრისთვის ცნობილი ამბავი მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და ბევრისთვის კი ეს ამბავი ახალი იქნება. აი ესეთი ისტორიული ფაქტია დაფიქსირებული ჩვენ ისტორიაში. ჩვენთვის უფრო ალბათ მგრძნობიარე და ჩვენთვის უფრო გულზე მოსახვედრი, რადგანაც მცხეთაში ამ დროს, როდესაც ეს სვეტი ამაღლებულია ზეცაში, წმინდა ნინოს დროს, ერთ დედასო გვაუწყებს ქართლის ცხოვრება, შვილი გარდაეცვალა. აი ასეთი, ესე იგი, რა თქმა უნდა, ტიროდა და ყველა რომ მიდიოდა სვეტთან თაყვანსაცემად, დედა რა თქმა უნდა ვერ გადიოდა სახლიდან და მოთქვამდა და ტიროდა. აი ასეთი ისტორია გვიწერია, რომ ჯოჯოხეთის უფსკულში ვიყავი ჩავარდნილი დედაო, შვილი მერე ყვება, შენი ხმა რომ მომესმა იქ. ხო და ესე იგი, საიდან, ხო იკითხეს, საიდან ეს ხმაო?
და ეს ხმა მიწიდან მოდისო და ანგელოზებმა აუხსნეს უფალს, რომ ესო ცხეთაშიო პატარა ბიჭი რო გარდაიცვალა, იმის დედის ტირილის ხმა არის. ხო და აი ამ შობლების ესე იგი ტკივილისგან მელმის გულიო წერია, ანუ მეცხვისო, ესე იგი ტკივაო რა. ნუ ძველ ქართული უფრო ძლიერია, თქვენს კარგად ხვდებით მელმის გული გაცილებით უფრო რაღაცა ღრმა და უფრო მრავლის მომცველია, მელმის გულიო და რა სიტყვოსო დედაო? ხო და დედა ითხოვსო, რომ დამიბრუნე მე ჩვილიო, რომ ყველა ხო შენ გადიდეცო ამ ამაღლებული სვეტის მადლითო, რომ დედამაც შეძლო შვილთან ერთად ამ დიდებულებაში და ესე იგი სამადლობელ მსახურებაში მონაწილეობის მიღებაო. ხო და ასე წერია, რომ უფალმა ბრძანაო, ანგელოზებს უბრძანა, რომ შვილის ამ ბავშვის სული სხეულში დააბრუნეთ. და ეხლა ჩვენ პოეტურად გვინდა გავშალოთ, აი თუ დააკვირდებით სახარებაში ჩემო თვითფასებო, ჩვენ ასეთი, როდესაც ქრისტეს გაჭირვებული ადამიანები, კეთროვნები, განსასწრებში მყოფი ადამიანები, უსინათლოები ხვდებიან და დახმარებას ითხოვენ. ქრისტე მათ ასე პასუხობს, რომ თქვენ გააქვთ რწმენაო? და ასეც პასუხობს, რომ როგორი რწმენაცა გაქვთ, იმის მიხედვით მოგეკუთვნო. ანუ ასე კი ადგება, აი კარგად წარმოიდგინეთ ახლა ეს სურათი, იქ უბრალოდ რიგები კი არ იყო, რომ აი მე თავი მტკივა, მე ფეხი მტკივა, მე გული მტკივა, მე ვთქვა, რიგში ჩადგებოდნენ და ყველას აკურთხებდა და ყველას ყურნავდა. ასე კი არ ხდებოდა, აი კარგად რო წარმოიდგინოთ, ესე იგი რო ეუბნებოდნენ, რომ დაგვეხმარეო, ქრისტე ეუბნებოდა, შენ გწამს, რომ მე შემიძლია რომ განკურნო. ანუ შენ გწამს, რომ მე შეგეხები ახლა და შენ მოგირჩება შენი ტკივილი, აი შეგიწყდება შენი ჯანმრთელობის პრობლემა და განიკურნები. ხო და თუ ეტყობინა მწამს უფალო, მაშინ ეტყოდა შენი წმენისამებრ მოგეგოს, ანუ რა დონეზეც გწამს, იმ დონემზე ახსულდეს შენი თხოვნაო. დაუკვირდით რა საინტერესოა? ესე იგი, ყველაფერი დამოკიდებული ყოფილა ჩვენს რწმენას. ჩვენ რამდენად გვწამს, რომ ქრისტე შეუძლია ჩვენ ცხოვრებაში ჩარევა, შეუძლია სასწაულის მოხდენა, შეუძლია აი ექიმები რო გეტყვიან, რომ შენ ვეღარაფერი ვერ გიშველის და შენ ღმერთის მადლით ახვალ ეკლესიაში აღსარებას ჩააბარებ, ეზიარები ისეთი რწმენით, რომ აი ეს გიშველის შენ. იმიტომ რომ რა ზიარება რა არის, რომ თქვათ იოანე ოქროპირი ამბობს, ის ღმერთი, რომელიც ყოლზით გვეძლევა ჩვენ და ის ღმერთი, რომელიც ჩვენს გამო ჯვარზე გაეკრა და აღსდგა მკვდრეთით, ოდნავათაც არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ესე იგი, შენში ღმერთი შემოდის, ცოცხალი ღმერთი. და ჩვენ ამიტომაც გვაქვს ასეთი ტრადიცია მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომ როდესაც ვეზიარებით, ერთმანეთს ვეუბნებით. საკურნებლად სულისა და ხორცისა, გივი მასწავლებელო ვეუბნებით. და გივი მასწავლებელი პასუხობ, სადიდებლად ღვთისა. ესე იგი, ნახეთ რას ვეუბნებით, რო ეზიარებიო, ეგ ზიარება, ანუ ღმერთის შენში შემოსვლა, შენი სულის და სხეულის საკურნებლად იყოს, ანუ განკურნოს. ჯერ სულს ვიძახით, მერე სხეული. რატო ვიძახით ჯერ სულს? იმიტომ რომ სული აღემატება სხეულს. სხეული დროებით არის მოცემული. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულმა მადლიანმა გენმა ამ სოფელს ჩვენს ცხოვრებას წუთი სოფელი უწოდა. ესე იგი, ეს მალე დამთავრდებაო. მაგრამ იქ სადაც მოხვდებით ამის შემდეგ ცხოვრებაში, მარადისობაო. ესე იგი, იქ არასდროს აღარ დამთავრდებაო. ამიტომ აი ჩვენი გონიერება რაში მდგომარეობს, რომ ეს წუთი ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის გამოვიყენო. და არა ჩვენი სულების შესასრულებლად. წარმოიდგინე რა უგუნურობაა, რომ ერთ წუთში კარგად ყოფნით დაკარგო მარადიული ბედნიერება.
და რამდენად გონიერია, ოდნავ დაკვირვება ჭირდება, რომ გონიერება გამოიჩინოს, რომ ეს წუთი გამოიყენოს სწორად ცხოვრებისთვის. რომ წუთი უცბად გავა და მარადისობაში, რომ მერე ილხინოს ადამიანმა ღმერთთან თანამყოფობით და თანასწორად. აი ეს არის ეს არსი მოცემული. ეხლა ნახეთ, მე უნდა წაგიკითხოთ, აი რწმენას რა ძალა აქვს. მე სხვათა შორის გეტყვით, რომ აი ეს სიტყვები, რომელიც მენის შესახებ ზის ყვარჩი ამ ნაწარმოებში ამოვიღე, ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეებიდან ამოუკრიფეთ თქვენთვის, გივი მასწავლებელო, აი წარმოდგენაში რო გვაქვს ზის ყვართი და ეხლა ნახეთ, უბრალოდ განვარტოთ კარგად, იმიტომ რომ დღეს ჩვენი თემა სვეტი ცხოველია. ნახეთ რა როგორია. უკეთო გრწმენეს იხილო დიდებაი ღვთისაი. თუ შენ გწამსო, ილიას ეუნება ბიწაძეს, რომ ღმერთს შეუძლია შენ ცხოვრებაში შემოიჭრას, ხო, აუცილებლად შემოიჭრებაო, თავარია შენ გწამდეს. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი. რა არის ცივი და მკვდარი? ცივი და მკვდარი იცით რა არის? ისე გწამს რა ნელთბილად რა. თან გწამს, მაგრამ თან ფიქრობ, მოიცა კაცო, ეხლა ამის შემდეგ როგორ თუ ცხოვრება, ამის შემდეგ ბრძელდება. რატო არავინ არ დაბრუნებულა იქიდან? რატო ვინმე ვიღაცა აღდგას კუდრეთით ეხლა და გითხრას, რომ მე იქიდან დაუბრუნდი გვეტყვის, აი იქ ესეთი ცხოვრება და რაღაცა ამის დაგვარი. ხო, აი ესეთი გამოთქმაც კი არსებობს, ალბათ თქვენს გაგიგიათ, რომ დღევანდელი კვერცხიო გეჩვინოს ხვალინდელ ქათამსო, რას ნიშნავს? ხო იცი დღეს რო ცხოვრება გეძლევო და იქ რა ვიცი იქნება რამეო? და ამიტომ სანამ ავართო, მოდიო, ჭამოთ, სვათ, დავატაროთ, შევიტკბოთო ბოლომდე ცხოვრებაო, და იქნება იქ აღარ იყოს არაფერი. აი ნახეთ რა უგუნურობა. რო იყოს ჩემო ძვირფასებო, მე რა გავაკეთოთ? ან შეიძლება ასეთი დიადი და სიყვარულით სავსე ღმერთი, რომელმაც ჩვენს გულში სიყვარული ჩაწურა, თუნდაც დედის მიმართ, თუნდაც მეგობრების მიმართ, და-ძმის მიმართ, შეიძლება რომ ასეთი დიადი სიყვარულის მომნიჭებელი ღმერთი ისე ცხოვრებას გვთავაზობდეს, რომელიც გარდაცვალების მერე მთავრდებოდეს ყველაფერი. აი მაშინ ძალიან უაზრო გამოდის ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება სიყვარულის მომნიჭებელი ღმერთი ასეთი უაზრო და დასრულებადი იყოს. აი ამითაც უნდა მივხვდეთ. სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი საინტერესო ვერსია აქვს გაბრიელ ეპისკოპოსს ცდისეული ფსიქოლოგიის საკითხებში. რომ დააკვირდით რას ამბობს, ზოგჯერ არის რომ ადამიანიო, ვინც აი სარწმუნოებრივად ცხოვრობს, სიკეთით ცხოვრობს, ესე იგი სიყვარული ცხოვრობს, მოყასისადმი თავგანწირვით ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში შეიძლება სუტანჯვაში გაიაროს ეს წუთი სოფელი. ხო და თუ იქ არაფერიაო, სხვა სამყარო, მაშინ რა გამოდის, ესე იგი ღმერთი უსამართლოდ ამთავრებს ამ ყველაფერს? რა გამოდის, ვიღაცა მაგალითად მილიონები ხარჯა, უპატიოსნით იცხოვრა და მთელი ეს ცხოვრება სულ სიტყვაზე დროს ტარებაში და ფულის ფლანგვაში და დროს ტარებაში და ვიღაცა გაჭირვებული პატიოსანი წესიერი, ხო, რომელიც ცდილობდა რომ გულით, ესე იგი ღვთის სათნოთ მოქცეულიყო, ის ფაქტობრივად დასრულდა ყველაფერი და ანუ სამართალი ვერ აღდგაო და შეიძლება ყოვლის მომცველი ღმერთი უსამართლო იყოსო? ეს ძალიან საინტერესო ვერსია. ეგრე რომ აი გაბრიელ ეპისკოპოსი ამით ამბობს, რომ ამიტომ არის გარდაუვალი, რომ იქ უნდა აღდგეს სამართალი. აუცილებლად უნდა აღდგეს. ადამიანი ვინც პატიოსნად წესიარა, თუნდაც აწამოს, ხო? როგორ შეიძლება ქრისტესთვის მოწამე ადამიანმა მარადიულ ცხოვრებაში არ გაიხაროს ღმერთთან ერთად? მაშინ რა გამოდის, აბა ეს ამდენი წმინდანი რატო გყავს? ხო, აიგრე რომ რა თქმა უნდა ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ და ეს თქვენ არ გვეხება. ეხლა უყურეთ, აი ეს არის მკვდარი რწმენა, მკვდარი და ნელთბილი ერთი და იგივეა. მკვდარი რა არის, იცი?
კიკწამს თითქოს ღმერთი არსებობს, მაგრამ ის რომ ღმერთი შენ ცხოვრებაში ჩაერევა, ის შეუძლია რომ აქვე გიშველოს, აქვე რაღაცეები, ესე იგი შენ დაგეხმაროს, აი ეს ბოლომდე ადამიანს ვერ დაუჯერებია. ასევე ყოველი რომელი არასარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არსო. ნახეთ რა წერია, ესე იგი თუ სარწმუნოება არა გაქვს, ეს უკვე ცოდვაა. მერე ჩემო გვიფასებო, წმენა განანათლებს. რას ნიშნავს განანათლებს? ესე იგი საღმრთო ცოდნას მოგცემს. ღვთაებრივი ნათლის შესახებ ცოდნას გადმოგცემს. მარადისობის შესახებ გადმოგცემს ცოდნას. წმენა აკურთხებს, აკურთხევა, იცით რომ ზეციდან მოდის. წმენა სულიწმინდის ღირსათხდის ადამიანი. რა არის სულიწმინდა? სულიწმინდა არის ღვთის მადლი. ანუ ღმერთი რო გიწყალობებს, ღმერთი რო მოგხედავთ, ღმერთი რო შეგეხება, ღმერთი რო დაგარწმუნებს მარადისობაში და დაგარწმუნებს სიყვარულში და დაგარწმუნებს რომ ის ნამდვილად არსებობს. ეს არის ღვთის მადლის შეხება. სადაც წმენა, იქაა ძალა. ძალა რა არის? ძალა არის ადამიანი რო ძლიერად აგრძნობს თავს. აი უკვე იცის რომ ხარად ადგა თავის აზრზე. წმენა ზეგარდამო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, სადაც ღვთისმიერ მხსნელს სიყვარულს ვეზიარებით. ანუ ნახეთ აქაც რა არის? წმენა ზეგარდამო ნიჭია, ანუ ღვთაებრივი ნიჭია. წუთისოფლისეული კი არ არის. ღვთაებრივი ზეგარდამო, ანუ ესე იგი სექციური ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ანუ წუთისოფელზე აღვამახლებს. წუთისოფლის თავზე, წუთისოფლის, ანუ ღვთაშესხმუნი წუთისოფელზე ავმაღლდებით. აი ეს ამისთვის არის წმენა და აი ეს ძალა აქვს. და რომელიც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით. ანუ ღვთაებრივ დაუსრულებელ მარადიულ სიყვარულს გაგვიჩენს გულშიო. და ბოლოს თავარი შედი შიგნით, შედი გულში, იქაა ღმერთი, იქაა რწმენაო. აი ჩვენ ახლა საუბრობდით რწმენაზე და ჩვენ ვიცით რომ რწმენა სად შეიძლება იყოს? ერთადერთი ადამიანმა შეიძლება გულში იპოვოს რწმენა, სიყვარული. სად შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს? გულში შეუძლია მოიპოვოს. ასევე ღმერთი სად იხილოს? ღმერთი ერთი ესეთი გამოთქმაა რომ როცაო ღმერთი შიგნით დავკარგეთ, გარეთ რატო ეძებთ? აი ჩვენ ბევრი ადამიანი ღმერთს გარეთ ეძებს, წუთისოფლის ფაქტობრივად გარეშემო და გარეთ ეძებს ბედნიერებას. როცა ბედნიერება თავად უფალია, უფალი კი გულის შიგნით არის. აი აქ უნდა ვიპოვოთ და წმენა ზუსტად აქ არის დაბუდებული. აი ახლა ნახეთ ბავშვებო, როგორცვე ამ შვილმკვდარმა დედამ წმენა იპოვა თავის გულში. ნახეთ რა საოცარია. შეიძლება ითქვას წუთისოფლის კედელი გადაანგრია. აი აჯობა ამას, წუთისოფელს გასდა რო იტყვიან, დაამარცხა წუთისოფელი და ამ წუთისოფლის მიღმა დაინახა სხვა სამყარო. აი შედის დედა სხვა სამყაროში და სიმბოლურად მე ასე ვყვები ხოლმე რომ დაიჭირა ხელის გულში რწმენა, რომ წუთისოფელი ებრძვის, რომ ეს რწმენა გაუქროს ხელიდან, წაართვას, გაფანტოს. და ძლიერი ადამიანი, მყარი ადამიანი კი კარგად უჭერს ხელის გულს, რომ ეს რწმენა არ გაექცეს. იმიტომ რომ უფალს ასე უწერია, ან წუთისოფელი, ან მარადისობაო, ან ღმერთი, ან მატერიალური კეთილდღეობა. ამოირჩია ამ ორიდან რომელი გინდაო. და ამიტომ ჩვენ ამ რწმენას ხელის გულში რომ მოვიპოვებთ, კარგად უნდა მოუჭიროთ ხელი და წუთისოფელი არ უნდა ვანაცვალოთ მას. то ეს მოგვიტანს მარადისობას. ეს რწმენა ხელის გულში მოქცეული, ჩვენს გულში მოქცეული, ჩვენ ღმერთს დაგვიბრუნებს, დაკარგულ სამოთხეს დაგვიბრუნებს. აი აქ არის ჩადებული და მართლა წარმოიდგინეთ ახლა სიმბოლურად უფალმა ასე ბრძანაო რომ რა სიტყოს დედაო შვილი გადამეჩინეო, მერე აქ რწმენაო, დიახელის გულში აქვს.
აბა გახსენით ნახეთ და გაუხსნიან და ბავშვი თვალებს გაახელს. ანუ გაუცოცხლდება. წარმოიდგინეთ ახლა რა სიხარული და რა აჟიოტაჟი აწყდებოდა იქ და როგორი ჯერ დედის მდგომარეობა, როგორი მადლიერების ცრემლებს დაღვრიდა. მერე ბავშვი მოუყვებოდა იქ, ბავშვს ასე წერია, რომ ასე ჯუჯოხეთის სკოლში ვიყავიო, დედაო, შენი ხმარო შემოყავ. ჩემო ძვირფასებო, ერთი ძალიან საინტერესო ფაქტია კიდე მოცემული ისტორიის წიგნში. ნახეთ ახლა მირიანის ვაჟს რევის შეშინებია. სვეტი ცხოველი საბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონო და მის გარშემო ქვიტკირის კედელი აუშენებია, ანუ გალავანი, ანუ დიდი კედელი ააშენა, რომ უფრო დაცული ყოფილიყო ჩემო ძვირფასებო, ესე იგი სვეტი, კვართი და სვეტი, რა თქმა უნდა. ასევე ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვახტანგ გორგასალმა ძალიან ჩვენმა დიადმა და ბრძენმა მეფემ როგორ მაგრად გათვალა, რომ დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა. მანამდე დედაქალაქი მცხეთა იყო. და რის გამო გადმოიტანა დედაქალაქი თბილისში, რომ კვართი დაიცვა, ანუ კვართი უფრო უსაფრთხო ადგილას დატოვა. და მართლა ჩვენ აბა ისტორიას გადავავლოთ თვალი, მტერი რომ შემოდიოდა, რამდენჯერ ააოხრეს და გადაწვეს თბილისი. და ყველა ეს დარტყმა თბილისმა თავის თავზე მიიღო, რომ მცხეთა და კვართი გადაერჩინა. აი ესეთი გმირი ქალაქია ნამდვილად თბილისი, ჩემო ძვირფასებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ ესე იგიო, ნახეთ ახლა მოდი ამას წაგიკითხავთ. კვართი დამკვიდრდა იქ, სადაც პირველად გაუხსნეს გული ძველი აღთქმის მღვდლებმა უფალს. ისა ვინ არიან ძველი აღთქმის მღვდლები? აი ქრისტემდე ხო იყვნენ ებრაელები, რომელიც ლოცულობდნენ თავისებურად. სადაც გაიდო პირველი ხიდი ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმისკენ. აი მცხეთაში ხო ცხოვრობდნენ ებრაელები და მაშინ ისეთი სპეციალური სალოცავები ჰქონდათ, სადაც აღავლენდნენ ლოცვებს. აი ბაგინა გადაიქცა ეკლესიად და ეს პირველად მცხეთაში მოხდა. ანუ პირველი ებრაელი მორწმუნეები მცხეთაში აღასრულებდნენ პირველ ლიტურგიკულ მსახურებას, სადაც პირველად მოხდა გურიათა ბაგინის ეკლესიად გარდაქმნა და მასზე წმინდა ნინოს მიერ მაცხოვნებელი ჯვრის აღმართვაო. ეხლა უყურეთ კიდევ ერთ საინტერესო. მცხეთის ჯვარში თქვენ გაგიგიათ, რომ სვეტიცხოვლის თავზე ძალიან ლამაზად პატარა საყვარელი ჯვრის მონასტრის ტაძარია ლამაზად დგომი. ეხლა ნახეთ, რა არის ეს მცხეთის ჯვარი. მცხეთის ჯვარში შთამსჭვალულია თავად გოლგოთის ჯვარი და ისიც იმგვარივე მსოფლიო სიწმინდეა, როგორც თავად კვართი, ხოლო ვისაც წილა ხვდა კვართი, მას წილად ხვდა ქრისტეული. აი ეს სიტყვები ედიშერ ჭელიძის დიდი მეცნიერის მეცნიერული შრომებიდან არის ამოწერილი. ჩემო ძვირფასებო, აი ფაქტობრივად რას ნიშნავს იცით, რომ ნახეთ, კვართი ჩამოიტანა იერუსალიმიდან მცხეთაში ღმერთმა, დედა ღვთისმშობელი დაუდგინა მფარველად და გოლგოთის ჯვარად მცხეთის ჯვარი აღმართა. ეს ნიშნავს, რომ მცხეთი, ესე იგი იერუსალიმის სიწმინდეები მცხეთაში გადმოიტანა უფალმა. ამიტომაც ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ მეორე იერუსალიმი, რაც ნიშნავს, რომ ესე იგი ფაქტობრივად რაც ვერ შეასრულა იერუსალიმმა, რომ გაევრცელებინა ქრისტეს სწავლება და ესე იგი მთელი მსოფლიოსთვის დაეცვა ის ჭეშმარიტება, რომელიც ქრისტემ ჯვარცმით მოგვიტანა, ეს ფაქტობრივად განახორციელა მცხეთამ და სრულიად საქართველომ. აი ამით ასე გახდა საქართველო კვართის მცველი ქვეყანა. ერთადერთი მთელ მსოფლიოში უფალმა კვართი ჩაგვაბარა და დედა ღვთისმშობელს მიგვაბარა.
ეს უდიდესი პატივია ჩვენთვის და პასუხისმგებლობაც, ზეციური კურთხევაც და საღვთო ვალდებულებაც. ესე იგი, ნახეთ ახლა, თუ რომელიმე ქვეყანას სიტყვაზე ურწმუნოება, სექტებთან, ასე თქვათ, ურთიერთობა და სხვადასხვა დაცემები ეპატია, საქართველოს ეს არ ეპატიება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მოგცა და ბევრსაც მოგთხოვს. და ამ ბევრში პირველ რიგში იგულისხმება მატერიალური სიმბოლო კვართი უფლისა და სულიერი სიმბოლო დედა ღვთისმშობლის წილხვდომილობა. აი ასეთი ჩვენი საყვარელი სამშობლოს შეიძლება ითქვას გულის ფეთქვა არის ჩვენი ცხოველი, ჩემო ძვირფასებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ ადრე ასეთი ტრადიცია იყო, რომ ყველა მღვდელმთავარი უნდა ეკურთხებინა ჩვენი ცხოველში. ერთხელ ისე მოხდა, რომ ისტორიულად თვითმფრინავების გამო ეს საიდუმლო იმერეთში აღასრულეთ რომელიღაც სხვა ტაძარში. და აი მაშინ გამოცხადება ნახა იმ კუთხეში ერთმა ქართველმა მღვდელმთავარმა და რომელსაც უფალმა კაცრა დაუწყა ეს ერთხელ მიპატიებიაო და ამიერიდანო ყველა კურთხევა უნდა ჩატარდეს სვეტი ცხოველშიო და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დღეს 50-მდე ეპისკოპოსია ჩვენ სინოდში და 50-ვე ჩვენი პატრიარქის ნაკურთხია და 50-ვე სვეტი ცხოველშია ნაკურთხი. ასევე გეტყვით, მრავალი მცდელობა იყო კვართის ამოღების და სვეტი ცხოვლის, ასე თქვათ, დარბევის, მაგრამ უფალი თავის კვართს და სვეტი ცხოველს მარადის იცავდა და იცავს დღესაც და ასე რომ იტყვიან კვართი ხელუხლებლივ დაიცვა ღმერთმა, თვითონ დაიცვა და დღეს ჩვენ პირადად ვართ კვართის მცველი ქართველები, ვინც არტოვებს თავის სამშობლოს, ვინც ერთგულად ყოველ შაბათ-კვირა წირვა-ლოცვაზე ესწრება და ცდილობს, რომ ყოველ კვირა ზიარებით შეხვდეს წირვა-ლოცვას, აღსარება ზიარებით შეხვდეს. ასევე ვინც ცდილობს, რომ ქართულად იმეტყველოს და ქართულ ენას გაუფრთხილდეს, ქართული ენის სიდიადეს. ვინც ცდილობს კარგად ისწავლოს, იბრძოლოს თავისი სამშობლოსთვის, რაც შეიძლება თავისი სამშობლოს, მრავალი შვილი გაუზარდოს სამშობლოს, წმინდა ოჯახის შექმნას, ერთგულება დაიცვას მეუღლის და წმინდად შეინახოს ის ქართული ტრადიცია, რასაც ქვია ოჯახის სიწმინდე და მრავალი შვილი გაუზარდოს სამშობლოს და გაუზარდოს ეკლესიურად, გაუზარდოს ღვთის წიაღში. აი, ასეთი, ესე იგი, ვალდებულება და მოვალეობა გვეკისრება ჩემო ძვირფასებო. მე ბოლოს ასე ვიტყვი, რომ აი დღეს ორი განწყობაა ჩვენს წინაშე დამდგარი. პირველი განწყობა ეს არის, აბა რას მომცემს საქართველოში ცხოვრება. აბა საქართველოს აქვს ხელფასი, რომ მე კარგად გადამიხადოს, საქართველოში არის პირობები, დენი, შუქი, რომ კარგად ვიცხოვრო და რაღაცა მეცნიერულ რაღაცებს მივაყოლიო და თუნდაც ფული ვიშო, ბიზნესი და რაღაცები. და მეორე განწყობა ასეთია. მე რა მივცე ჩემს სამშობლოს. ეს არის დიდი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის კირიონ მეორის ერთგვარი ანდერძი, რომელმაც 10 წლის უნახავ თავის სამშობლოს ასე მიმართა: სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ძმეთ საშინა ტანჯვა წამებითა გამოწორთნილო. აგერ 10 წლის უნახავი მოვედი მე შენთან, შენ მე მეკითხები, რა მომიტანეო, რა მალა მოსასხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსაო და გასცა პასუხი. ორი მომიფყარ, არა მოվել რათა გიმსახურო, იმიტომ კი არ მოვედი, რომ გითხრა, აბა სამშობლო რას მომცე. და აქ კაი ხელფასი, თუ არა გაქვს, მე უნდა ამერიკაში წავიდე, იმიტომ რომ იქ კარგად მიხდიან. ამიტომ კი არ მოვედიო, არამედ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი ნიჭი, ჩემი უნარი, ჩემი ჯანმრთელობა
ჩემი შრომა, ჩემი ოფლი, ჩემი ყველა სისხლი იმისთვის დავუღარო და ვიშრომო, რომ მე რა მოგცე შენ ამ გაჭირვების პერიოდში. შენ ჩემ საყვარელ დედას რითი მოგეხმარო, რითი მოგიშუშო ჭრილობები, როგორ ვიზრუნო შენს მოსარჩენად და ფეხზე დასაყენებლად. აი ეს ორი განწყობაა და კვართის მცველი ის იქნება, ვინც ამ მეორე განწყობით იცხოვრებს, რომ აი ამ გაჭირვების დროს თავის დედას სამშობლოს რითი დაეხმარება, რითი ესე იგი ემსახურება, რითი შეეცდება მოუშუშოს ის ჭრილობები. ჩვენ გენაცვალეთ, მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით ყველა, ძალიან მიყვარხართ, ყველანი ძალიან მიყვარხართ, გაგახაროთ ღმერთმა. ბატონო ლექსო, თქვენი შეყვებით მე ვერაფერს ვერ დავამატებ, ძალიან დიდი მადლობა. ამომწურავი იყო ყველაფერი. გენაცვალოთ ჩემი თავი. მე 2 წლის წინ გპის უნივერსიტეტის პროფესორს შევხვდი, მცხეთაში იყო ჩამოსული და მცხეთაზე ისტორიას ყვებოდა. ეხლა იუნესკოშია შესულიო განაცხადი ასეთი, რომ მცხეთას მეორე იერუსალიმი კი არ უნდა დაერქვასო. ახალი იერუსალიმიო. მეორე იერუსალიმი შეიძლება სხვა ქვეყანაშიც და სხვებაც თქვას, რომ ჩვენთან არის მეორე იერუსალიმიო. და მცხეთა იქნება როგორც სახელწოდებით ახალი იერუსალიმიო. ეს იყო 2 წლის წინ რა და არ ვიცი ხა ჯერჯერობით არაფერი გამოცხადებულა. არაფერი დადგენილი არ არის მაგასთან დაკავშირებით. მე ბავშვებს ვეტყვი, რომ რამოდენიმე წლის წინ ჩემო ძვირფასებო, ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით სინოდმა განიხილა აი ეს საკითხები მცხეთასთან დაკავშირებით და ასეთი დასკვნა, ანუ განჩინება გამოიტანა, რომ მთელი მცხეთის ტერიტორია ეს მიწა გამოცხადეს წმინდა მიწად. აი ამაზე მეტი რა გითხრათ, ანუ მცხეთის შემოგარენი, მცხეთა და მისი შემოგარენი სინოდის დადგენილებით წმინდა მიწად შეირაცხა და ესე იგი შეიძლება ითქვას დადგინდა რა, განჩინება გამოვიდა ამის. ანუ ეს ნიშნავს, რომ უწმინდესია კვართი, სიდონია და ჯვარი, სვეტიცხოველი და მისი ირგვლივ ყველაფერი სიწმინდეა და აი ამ სიწმინდის ფლობელი ერი ვართ ჩვენ და ჩვენ ვევალება არა მარტო შევიყვაროთ ეს სიწმინდე, არამედ გაუფრთხილდეთ და დავიცვათ და ვერსახუროთ მას მთელი ჩვენი არსებით და ჩვენი ესე იგი შრომით და ბრძოლით და სიყვარულით დავიცვათ და გადავცეთ თაობიდან თაობას, ვიდრე მეორედ მოსვლამდ. ეს არის ქალაქი მცხეთა, სიტყვა მცხეთა და არსი მცხეთა და მცხეთოსი, ვისი ქალაქიც არის ესა, არის დოკუმენტურად ქართული მატიანეთის ძალიან სანდო და ძალიან საპატიო წყაროებით. წარმოიდგინეთ, რომ არის ნოეს შვილიშვილის. ხომ მეთანხმებით როგორი ხალხი არიან, ხო წარმოგიდგენიათ ეს ერთი. მეორეც ერთი ამ ადამიანებზე, ამ ძმებზე, ანუ ქართლოსის შვილებზე არის ესეთი ცნობა და გადმოცემა, რომ ესენი ქართულ ენაზე მეტყველნი იყვნენ. წარმოგიდგენიათ, იმ ენაზე მეტყველნი იყვნენ, რა ენაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, აი რა ენაზეც ეხლა თავანკარა ქართულით საუბრობდა ლექსო მასწავლებელი. რა თქმა უნდა არ არსებობს და ზღაპარია დროის მანქანა, მაგრამ ეხლა ნებისმიერი ჩვენთაგანი დროის მანქანით ზღაპრულად რომ აღმოჩნდეთ იმ ეპოქაში, გინდა იესოს ეპოქაში, როცა კვართი შემობრძანდა საქართველოში, გინდა მირიანის ეპოქაში, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა და გინდა იმ ქართლოსის ეპოქაში, დამერწმუნეთ. მე კი არა, დიდ აკადემიკოს თეიმურაზ ბატონიშვილს დაერწმუნეთ. მეფე ერეკლეს შვილიშვილს, დიდ აკადემიკოს, სახელოვან აკადემიკოს, რომ ჩვენ ძალიან მარტივად მივახვედრებდით იმ ადამიანებს, რომ ვართ ქართველები, პირველივე წუთში. მე-6 დღეს ისე დავიწყებდით საუბარს, რომ ყველაფერს გავიგებდით და ყველაფერს გავაგებინებდით. და ერთ თვეში იდეალურად გვეცოდინებოდა, გინდა პირველი საუკუნის ქართული და გინდა 40 საუკუნის ქართული.
ქართული ენა არის ერთადერთი ენა, რომელიც არ შერყვნილა, არ შეცვლილა, არ გადასხვაფერებულა, რა თქმა უნდა, ეხლა ძველ ქართული არსებობს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უპრობლემოდ ვიგებთ შუშანიკის წამების ქართულს, ცხრაყმაკოლაელის წამების ქართულს. ხომ ეთანხმებით ლექსომასწავლებელო? გრიგოლ ხანძთელს და ასე შემდეგ. გრიგოლ ხანძთელს შესაბამისად ევსტათი მცხეთელის წამებას და ასე შემდეგ, ანუ 14, 15, 16 საუკუნის წინამდე წიგნებს. ეს უნიკალური შემთხვევაა, გივი მასწავლებელო. ეს არსად არ მეორდება. მე არ მინდა ეხლა ქვეყნები, ერები ჩამოვთვალო, მაგრამ ვერავინ, აი ძველი ერები როგორიათ თავისი თავი და რო ამბობენ, რომ ძველი ერები ვართ, ვერავინ ვერ იგებს მეხუთე, მეოთხე, მეშვიდე, მეორე საუკუნის ეგრეთ წოდებული თავის წინაპრების ენებს. ხო ეგრეა, ლექსომასწავლებელო. ეხლა მე ძალიან მიყვარან ბერძნები, მაგრამ კარდინალურად, სრულიად განსხვავებული ენა არის ახალი ბერძნული და ძველი ბერძნული. და ჩვენ კიდე ძალიან მარტივად ვსწავლობთ აი ამ დიდებულ ქართულ ენას. ბატონო ნუგზან, ინგლისური რო გითხრათ, ეხლა ხო იცით, ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. რაზე? ინგლისური ენა, აი რამდენი საუკუნის წინათ ინგლისური ენა ეხლა ფაქტობრივად მაგას ეხლა ჩვენ ვეძახით შესაბამისად ინგლისელებს, მაგრამ ეგენი არიან თავის თავს ეგენი შესაბამისად ხედავენ ანგლოსაქსურ სამყაროში და ყველაზე კარგად ვიცით რომ საქსონია ეს არის, სადაც დრეზდენია. ყველა ევროპული ენა, დღევანდელი ევროპული ენა დასაბამს იღებს აი შუა საუკუნეებში, შეიძლება ითქვას შუა საუკუნეებში, აი ამ შუაგულ ევროპაში. ხო გამიგეთ რის თქმა მინდა სიტყვაზე 14, 15, 13, 12 საუკუნის წინ. ასე რომ ინგლისი რომ მანდ მივიდა, ბრიტანეთის კუნძულებზე რომ მივიდა, იქ დახვდა სულ სხვანაირი ხალხი, სხვანაირი ენა და ისინი შეავიწროვეს. სხვათა შორის ისინი ჩვენი ნათესავები იყვნენ. ესენი იყვნენ შოტლანდიელები, ირლანდიელები. კუნძულ ირლანდიას სახელად ჰქვია იბერია. წარმოგიდგენიათ, კუნძული ირლანდია, ჩვენ რო ირლანდიას ვეძახით, ისინი თავის კუნძულს ეძახიან იბერიას. და შესაბამისად, აი თქვენ ძალიან გიყვართ ლექსომასწავლებელო სიტყვა კარდუ, წიგნით დაწერეთ კარდუზე და ძალიან დიდი მადლობა, რომ წამოწიეთ ეს თემა, ეს სახელი, ეს სიტყვა და წარმოვიდგინეთ, რომ შოტლანდიის ჩრდილოეთში სოფლები არსებობს, კარდუ, მეღვინეობა არსებობს, წარმოებები არსებობს და ასე შემდეგ და უამრავი ადამიანს რო ეუბნევი, სადაურია ის გეუბნება, რომ კარდუელი ვარ. და კარდუ არის უძველესი სახელი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ ქვეყანას 45-47 საუკუნის წინ ერქვა ქართლი, კარდუ, გორდი, ქალდეა, ესენი ყველანი სინონიმებია. როგორც გრუზია, ჯორჯია, ხეორხია, გურჯისტანი და გურძანი, აი ესეთივე სიტყვებია, კარდუ, ქალდეა, გორდი, თუ აი ეგრეთ წოდებული ენათმეცნიერი, ლინგვისტი თუ ჩაუყვირდება, მიხვდება, რომ ესენი სინონიმებია, ხალიბეთი და ასე შემდეგ. ისევ იგივე სახელი ვქვია, ჩემო ბავშვებო, ჩემო მეგობრებო, რაც გვერქვა 10 საუკუნის წინ, 20 საუკუნის წინ, 30 საუკუნის წინ, 40 საუკუნის წინ. და ისევ იგივე ენაზე ვსაუბრობთ. რა ენაზეც საუბრობდით მირიანის ეპოქაში, მაცხოვრის ეპოქაში, ფარნავაზის ეპოქაში, აიეტის ეპოქაში და მცხეთოსისა და უფლოსისა და ჯავახოსის ეპოქაში. და ისევ იგივე ადგილას ვცხოვრობთ. ყველა ქვეყანა წავიდა, წამოვიდა, გადაადგილდა, ყველა მიბოდიალა. ყველა არის საიდანღაც მისული, სადაც ცხოვრობს დღესაც კი. ჩვენ კიდე ზუსტად იქ ცხოვრობთ, სადაც დავიბადეთ, სადაც ამ ქვეყნიური სამოთხე იყო, სადაც ნოეს კიდობანი გაჩერდა, სადაც მოხდა ბორბალის გამოგონება, დამწერლობის გამოგონება, მილის გამოგონება და ესეთი უდიდესი გამოგონებები. სადაც ცხოვრობდნენ პირველი ვარსკვლავთმრიცხველები, ასტრონომები, ასტრონომია იგივე ფიზიკაა, ჩემო მეგობრებო, სადაც ცხოვრობდნენ პირველი მეცნიერები და ასე შემდეგ და იმიტომაც ვუყვარვართ ესე ძალიან ღმერთს.
იმიტომაც ვუყვარვართ ესე ძალიან ღმერთს და ესე დიდი ხილული წყალობები გვაქვს ჩვენ და ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ ქართულ ენას, ქართულ მამულს. ხო ასე ალექსო მასწავლებელი? ნამდვილად. ეხლა მე მინდა ერთი-ორი სიტყვა ბავშვებს დაუთმოთ და მაინტერესებს აი ბავშვების აზრი, რომ როგორ მიაჩნიათ, რას ნიშნავს, რომ იყვნენ ისინი კვართის მცველები. აი მოდი ელენეს ვკითხოთ, ვარდოსანიძეს. ეს ბავშვი განსაკუთრებით მისი აზროვნება განსაკუთრებით მომწონს მე და აი სიამოვნებით მოვისმენ, აბა ელენესთვის რას ნიშნავს, რომ კვართის მცველი, აი როგორ ესმის თვითონ. მე ესე მესმის, რომ უნდა დავისვათ ჩვენი ქრისტიანობა შევასრულოთ იესოს ცნებები და ყოველ შაბათ-კვირას ვიაროთ ტაძარში და დავუთმოთ დრო ლოცვასაც. სხვათაშორის ბატონო ნუგზარ, აი ეს შაშიანელი ბავშვები არიან ძალიან გულმოდგინე, ძალიან კარგი მოწყვლარი ყავთ, ჩვენ ვიცნობთ მამა თეიმურას და აი სისტემატიურად ხოს ესე იგი სამშობლოს ცოდნეობა ტარდება იქ შაშიანში, ნინო მასწავლებელი ყავს არაჩვეულებრივი. ხო და თან ეს ბავშვები მასიურად აი სისტემატიურად ესწრებიან წირვალოცვას რა. ეხლა ცოტა მოგვეზარდნენ და მომზადებები რაღაცები დაეწყოთ და ზოგს გაკვეთილი ემთხვევა, მაგრამ რაც თავარია ისინი ტაძარში დადიან და ჩვენ მეგობრობას ვაგრძელებთ. მადლობა ღმერთს. დიდი მადლობა ელენე, ძალიან მიყვარხარ, შენახარ ოქრო გოგო. ხო და ერთი სული მაქვს, როდის ჩაგეხუტებ, რომ ჩამოვარ. ილია რას გვეტყვის, ახლა ჭიათურაში გადავიდათლოთ მიწაზე ილია, აი როგორ გესმის შენთვის რა არის, აი სვეტი ცხოველი, კვართი. ჩვენ სამშობლოს არასდროს არ უნდა მივატოვოთ, ჩვენ უნდა შეინარჩუნოთ ქრისტიანობა, უნდა შევწიროთ თავი ჩვენი კვართისთვის, უნდა დავიცვათ ჩვენი კვართი და ისეთი როგორც ღმერთმა მოგცა, ისეთი უნდა დავუბრუნოთ. ყოჩაღ რა კაი ბიჭია ილია. ილია, შენ რამდენი შვილი გინდა რომ სამშობლოს დაუგზავნო? თუ გიფიქრია მაგაზე? მე ისეთი შვილი მინდა მყავდეს, რომ ძალიან კარგად იცოდეს თავის სამშობლოს შესახებ და კარგი ადამიანი იყოს. რამდენი შვილი იყო და რამდენი გინდა შენ? ერთი საკმარისია. აი, ხედავ. ერთი თუ 7? 7 ილია, 7, ერთი რა. ერთი ხო შენც ახარ და შენზე მეტი შვილი აღარ უნდა გაუმზადოს. ერთი და ორი ხო შენ და შენი მეუღლე ხარ და ორზე მეტი ხო უნდა გაუჩინო სამშობლოს. აბა უკან უნდა წახვიდე? აბა 7 ლექსო მასწავლებელი, 7. ეგ ილიამ უნდა თქვას, არ ჩაეთვლეო. ილიამ უნდა თქვას, თორე ისე 10. ესე იგი, აი, შალო ამონაშვილი რას გვასწავლის? ეხლა ჩვენ ხო განწყობაზე ვისაუბრეთ, როგორი განწყობითაც მიუდგებით ამ თემას, როცა ცხოვრება მოვა, იმას შევასრულებთ თურმე. აი, შალო ამონაშვილი ასე გვასწავლის, რომ თურმე თუ ელენეს ერთი თოჯინა ექნება და ეყოლება დასაძინებელი, აი პატარა ხო იყო რო აძინებდა თოჯინებს. ხო და თუ ერთ თოჯინას ათამაშებო, ისე მოქმედებს ფსიქოლოგიაზე, რომ ერთი შვილზე მეტი აღარ უნდაო. მაგრამ თუ 4 და 5 ეყოლება, მრავალშვილიან ოჯახში გაიზრდება, ან მოკლედ შეხება ექნება მრავალშვილიანის, მაშინ თავიდანვე განწყობა ექნება, რომ სამშობლოს უმჭირს ახლა და მრავალი შვილი უნდა გაუჩინოს. ეხლა ჩვენ რატო დაგვემართა, იცი, ჩემო ვიფასებო. ეხლა აღარ უნდა ბევრი შეწუხება და თავისთვის დიან შვილებს. რომ თვითონ აი მე უნდა ჩემმა შვილმა მე გამაბედნიეროსო და გაასესტის და ადრე სამშობლოს რო უჭირდა, დედები ცდილობდნენ და მამები რომ სამშობლოსთვის გაეზარდათ შვილებს. ერთი რა იყო და ორი სულომები იყო, უნდა ყოფილიყვნენ მებრძოლები, ხმლის ამღებები, რომ წასულიყვნენ ბრძოლაში. აბა რატო ყავდა 9 ძმა ხერხეულიძის ამბავს, რატო ვსწავლობ? ესე იგი 9 ძმა წარმოიდგინა 9 მებრძოლი წავიდა ოჯახიდან. ხო და ერთი რო ყოლოდათ, ერთი წავიდოდა, აბა მეტი ხო ვერ წავიდოდა.
ამიტომ აი ჩვენ უნდა ვისწავლოთ განწყობა ისე რომ სამშობლოსთვის რა გავაკეთოთ. აი სამშობლოსთვის შევქმნათ ოჯახი, სამშობლოსთვის გავაჩინოთ მრავალი შვილი და სამშობლოსთვის აღზარდოთ. აბა დავითი რა სიტყვის ამ საკითხზე? მცხეთელი კაცი არის. ბიათაშვილი, დავით, ჩართე აბა ერთი შენი ხმა გაგვაგონე. ძალისის ბავშვია. შენი ძალიანი ხმა. ის კვართის დაცვა არის ის, რომ მისთვის თავის ეწევა სისხლსაც დაღვიძა, მას არავის არ გავატანთ. შეგენაცვალე. შენ რამდენი შვილი გინდა რომ გაუგზავნო? სამშობლოს. მას ახლა არ მიფიქრია, მაგრამ როდესაც ღმერთი გადაწყვეტავს, იყოს. ესე იგი რამდენიც მეყოლებაო რა, ესე იგი უარს არ ვეთქვიო, როგორც ღმერთი. ანუ 10 და მეტი. მიდი, ნუ გეშინია, მოუმატე. მე როგორც ვიცი, ელენე მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, ხო? არდოსანიძე, ელენე, 4 ხართ? აბა მოგვიყევი, აბა სახში, დედმამიშვილებზე მოგვიყევი შენი ამბები. უფროსი ვინ არის, უმცროსი? უფროსი არის გიორგი 15 წლის, შემდეგ ვარ მე 13 წლის და ახლა ვხდები 14 წლის. პატარადაც მყავს 12 წლის. ნინო და კიდე მყავს პირველკლასელი ძმა 6 წლის და უკვე 2 ნათლულიც ყავს. ვახ. შენ რამდენი შვილი გინდა ელენე რომ გაუგზავნო სამშობლოს? მე იმდენი შვილი მინდა, რამდენიც მომეცემო, მაგრამ ესე ვფიქრობ, რომ მაინც 5 შვილი მეყოლება. 4-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეს. კი, გენაცვალე, კაი გოგო ხარ, ოქრო. ელენე, რომელ დღეს ხდები? დაბადების დღე რომელ დღესაა? 29 მაისს. ძალიან კარგი. აბა მოდი ახლა დემეტრესთან წავიდეთ, დემეტრესთან. რა არის კვართის უცველობა, შენ როგორ გესმის? რომ ქვეყანა უნდა დავტოვოთ. კიდე, კი ბატონო, კარგი იყო, მომეწონა. ჩვენი სარწმუნოება უნდა შევინარჩუნოთ. ოჩახ. ჩვენი სარწმუნოება უნდა შევინარჩუნოთ. კი, ჩემო საყვარელო და სამშობლოს რამდენი შვილი უნდა გაუგზავნო, შენ როგორ გინდა? შენს გულში რა ხდება, აი როგორი რამდენი გინდა რომ მოხცეს შენ? მე 3. მოუმატე 3 რა არის ბიჭო? სადაც 3 და 5. დემეტრე ხარ, ნუ გეშინია, მოუმატე. იცი ბავშვებო როგორ არის? ესე იგი, რაც მეტი შვილს გაძლევს ღმერთი, მეტ საშუალებასაც გაძლევს. ერთს გაძლევს, ცოტა საშუალებას მოგცემ და გაჭირვებით იქნები. 2-ს გაძლევს, იმაზეც 2-ჯერ უკეთესად იქნები. 3-ს თუ მოგცემს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ წერია სახარებაში. თუ ჩიტებზე ზრუნავს ღმერთიო და შროშანა ყვავილზე ზრუნავს, როგორ გამოყვებოს, როგორ გაალამაზოს, აჩააცვას, რომ ადამიანზე არ იზრუნებს. ეგრე რომ რაც მეტი გვეყოლება, ბევრსაც მოგცემს და უფრო კარგათაც ვიცხოვრებთ, შეძლებულათაც. რა პატრიარქი სულ გვეუბნება, რომ არ უნდა მივეჩვიოთ სიღატაკესო. უნდა ვიშრომოთ კიდეც, ვიბრძოლოთ, კარგად ყველაფერი, რომ არ ჯობია, რომ ხატაკების ნაცვლად ძლიერები ვიყოთ, რომ სხვას დავეხმაროთ, ვიდრე ის, რომ მივიდეთ სხვაგან დასახმარებლად. აი, ამიტომ რაც ბევრი შვილი გვეყოლება, უფრო ბევრს მოგცემს ღმერთი და უფრო ძლიერები ვიქნებით. კარგით, შემოდი ვიფასებო. ნანა მასწავლებელო, ამა რას გვეტყვით, რა ხდება ჭიათურაში? დიდება უფალს მშვიდობა გვაქვს. ზამთარი მაინდა-მაინც არ გვაწუხებს თოვლი. თოვლი არა, თოვლი. არა. მაგრამ აი გული სითბოთი და სიყვარულით და იმედით ივსება, რომ აი ესეთი მომავალი თაობას ზრდით ლექსო მასწავლებელო.
მინდა მადლობა უფალს უთხრა, რომ არსებობთ აი ამ ბავშვების ცხოვრებაში და ესეთი სამშობლოს და უფლის სიყვარულით უსებთ გულს. ყვართისმცველები არიან ნამდვილად ეს ბავშვები და აი ის მარცვალი, რაც გინდათ რომ ჩადოთ თითოეული ბავშვის სულში, გულში, მათ ცნობიერებაში, ეს უკვალოდ არ ჩაივრის, აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს და გაზრდიან ნამდვილად ისეთ მომავალთვით, ჯერ თვითონ გაიზრდებიან, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება 5, 6, 10 შვილს გაზრდიან ჩვენი ქვეყნის ხვალიდელი დღის უკეთესი მომავლისთვის. მიუყვარხართ ყველანი ძალიან. გაიხარენ ასეულ. ლალი მასწავლებელო დაგლოცეთ თქვენს და ნენელა დავაკვირდით. აღმოჩნდობისა უფალმა დაგლოცოთ. დღეს მარტო ვარ ლექსო მასწავლებელო, ბავშვები არ მყავს. ნაძვის ხეს ანთებენ დღეს ჩვენთან და იქ წავიდნენ ალბათ კონცერტზე ბავშვები და წავიდნენ იქ. უფალმა დაგლოცოთ. ბატონო ლალი მასწავლებელი დმანისის ერთ-ერთ სოფელშია, გოსლევი ქვია. ხო და სახლი გადააქცია ლიტერატურულ სალონად და აქ მოიყვანს ხოლმე ერთი 20 ბავშვს ყოველ გაკვეთილზე და იმიტომ თქვა ეხლა მარტო ვარო ნაძვის ხის ანთებაო ის. ხო და აი ეგ სულ აქ აყავს ხოლმე, გაუმასპინდება, ჩაეხუტება და აი რო იტყვიან სახლი გადააქცია სოფლის რო იტყვიან კულტურის. მადლობა ლექსო მასწავლებელო. მე ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემი ბავშვები რა თემა არის ხოლმე ისეთი, რომ გჭირდება იქ ან გაკვეთილზე ან რაღაცა და შემოვლენ რომ მასწავლებელი მეტყვი. ეს ხომ ლექსო მასწავლებელმა თქვა, ბავშვებმა იციანო და აი ამითაც მადლიერება ნანამასწავლებელმა თქვა, ეს მარცვალი არ იკარგება და ბავშვების მეხსიერებაში ესენი ისრუტავენ ყველას და ყველაფერს და ნამდვილად ძალიან ისეთ საქმეს აკეთებ, თქვენ რომ ეს არ ვიცი. ალბათ თქვენ ღვთითმოვლენილი პიროვნება ხარ და ჭირდებით ჩვენს ქვეყანას და ალბათ თქვენი მსგავსი ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და არასდროს არ გადავშენდებით. საუკუნეებია მოვდივარ და ყველა ნაირი უღელმა გადაიარა ჩვენს მხრებზე, მაგრამ ყვართის წყალობით გადავრჩით და გადარჩენილები ვარ და ალბათ უფალი უფრო მეც შემწეობა და უფრო მე ძალას მოგცემს. დაგლოცოთ უფალმა სულ ყველა მიყვარხართ, ყველას გეფერებით და არ ვიცი რა ვიცი. მშვიდობიანი ღამე ყველას. მოგლეთ როგორც ვიცით, გივი მასწავლებელო შეხვედრა გვაქვს ხო ჩვენ მცხეთაში ჩანიშნული? კი, მოვაგვარე. ვესაუბრე პირველი სკოლის დირექტორს და შაბათს გამოგვიყოფს ადგილს პროექტორს და შეხვედრა მოეწყობა. ღვთის მადლით თქვენ იცით რომ სოფელი კწანისი არსებობს, ასეთი კაი სოფელი და ჩვენ არაერთხელ უკვე ვიყავით მე და თამარ დედა და ხვალე არის კიდევ დაგეგმილი უფროს ბავშვებთან შეხვედრა და აქტიურად მიდის. ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მაქვს. რუსთავის კიდევ დამატებით 3 სკოლაში შევდივარ, უკვე 2 თვე არის და საოცარი რამ ხდება მე-17 სკოლაში. ჩემი სკოლაა რა, ეს ჩემი, რომელიც მე დავამთავრე. ესე იგი, პირველივე გაკვეთილის მერე მე-6 კლასში შემიყვანეს და პირველივე გაკვეთილის მერე ბავშვებმა მომთხოვეს წირვა ლოცვაზე წამოსვლა. დავით გურამიშვილის ანდერძი არის რომ 29 ნოემბერს წირვაზე მომიხსენებდეს ქართველიო და თქვენ მიდიხართ 29-შიო მეუნებიან, პარასკევი იყო. კი მეთქი მე ყოველ წელს მივდივარ. შეიძლება ჩვენ წამოვიდეთო? და იმ დღიდან მოყოლებული წირვა არ გაუცდენიათ. აი მე-6 კლასელი ბავშვები და საოცარი რა ხდება. ოღონდ მე თუ არ მოდიან რა და თქვენ იქნებით მეტყვენ კი. ხო წამოვლან და ეზიარებიან. ეხლა ხო შაბათს რო ეზიარებ კვირას აღა უნდა და დაისვენეთ მეთქი კვირას. კვირაში ერთი დღე საკმარისი. მასწავლებელო, შეიძლება ხვალეც მოვიდეთო, მეუნებია, წარმოიდგინე. მე ჩემთვის ფიქრობდი, ეხლა რატო უნდათ, ხო? ხლა ადვილი არ არის. მალე მეკითხებოდნენ, ზიარება მალე დაიწყება, წყლის დალევა შეიძლება რაღაცა ნუ ნაბიჯები. ხო და მიუხედავად ამისა, მეორე დღით ისევ ყველანი მოვიდნენ რა. აი რა საოცარი, ესე იგი, აი მადლს რო გძნობს რა. იქ სანახაობა არ არის და გასართობად არ მოდის, ხო, ბავშვი ამ თან დიდ გზაზე შეიკრიბებიან სკოლაში მე-6 კლასელები. წამოვლენ ესეთ საოცარი სურათი ხდება რა და მადლობა ღმერთს, აი ისე მიხარია, ნუ ამით ფაქტობრივად ჩემთვის დასკვნას ვაკეთებ, რომ ბავშვების სული გული ითხოვს ღმერთს რა. აი ითხოვს, შინაგანი მოთხოვნილება აქვს და მე მგონი
ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება ეს სიყვარული და ჩვენს აღმავლობისკენ წავართ. კარგით, აბა, მაშინ აღარ ნახვამდის. და სიყვარულით დაგემშვიდობებით დროებით. აბა, კარგად. მშვიდობა, ჯანმრთელობა, დიდი მადლობა. ბატონო ნუგზა, უღრმესი მადლობა. გამოჩენისთვის ძალიან გვიყვარხართ, ძალიან გვიყვარხართ. კეთს ვიხრი ბატონო ლექსო. თქვენ ჩვენი დროის გმირი ხართ და განმანათლებელი. ქართლის სამკვიდრო, ქვეყნის თვალად დაბადებულო, რამდენ ვაება შენსა თავზედ გარდაულია. ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო, ეკლიან გზაზედ შენებრ სხვასა რომელ სულია. ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომელი ტომისადანა, რომელი ეროვნებისა, უნდა იცოდეს, ვინ იყო მისი ერი წარსულში, დღეს რა უნდა ვაკეთოთ და მომავალში კიდევ რა უნდა ვაკეთოთ. არ ვისმსახურებდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა. აი მაჯისცემა და წყაროს თვალი ქართველი კაცის შეგნებული ცხოვრებისა. ქართლის ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები, ქართლოსი და მცხეთოსი ყოფილან ჭეშმარიტი ერთი ღმერთის მაღიარებელი. საქართველოს დედა ეკლესიის საფუძველს წარმოადგენს უკერველი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. კვართი უფლისა, ეს არის მაჩვენებელი გზა ჩვენი ერისათვის სასუფეველში შესასვლელად. საქართველოს სულიერი მისიაც არის დაუნაწევრებლად და შეურყვნელად შევინახოთ ქრისტე ღმერთის მიერ დაარსებული ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება ქვეყნის აღსასრულამდე. მთელი საქართველო ივერიის ქვეყანაა, წილხვედრი ქვეყანა არის. მოგცა უფალმა ეს 64, აი გაიხედე. ასეთ ადგილი არ არსებობს დედამიწაზე. ესაა 64. ყოველი წვეთის სისხლისა საქართველოს დედულ მამულისათვის დათხეული მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას. ამიტომაც ვამბობთ თავდაჯერებით. საქართველო დაჭრილი მზეა. დაჭრილი მზე, მაგრამ მაინც მზე. აქეთგან მისი ხალისი, ხალისი მაინც. და ასე უფრო ძალაყრილი. რაც ვერ მძლევს, ხდის უფრო ძლიერ. საქართველოზე თუა გამოჭრილი ეს ფრაზა. ქართველისათვის მზიურად ცხოვრება შემართულ, გაბედულ სიცოცხლეს ნიშნავს. ნიშნავს თავი მზესავით გააჩუქო, დახარჯო, გაიღო, დაარიგო. ვისაც აქვს თავის გაჩუქების ეს გაბედულება, მხოლოდ ის შეიცნობს ბედნიერებას. არაფერი არ არის ეს შემთხვევითი, ეს არის დიდი მადლი უფლისა, რომელიც დააბერტყა უფალმა მთელ საქართველოს. შენ სიყვარულო, ცისა და ქვეყნის კავშირო და თან შუამავალო. შენ რომლის ერთ წამს იმ სანეტაროს მზავარ სიცოცხლე მთლად ვანაცვალო. ყველაზე დიდი საიდუმლო ეს არის ადამიანი, ადამიანის ცხოვრების მიზანი. ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად. 1811 წელს საქართველოდან გაიწვიეს საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს პატრიარქი ერეკლე მეორის ძე ანტონ მეორე კათოლიკოს პატრიარქი
და ნიჟნი ნოვგოროდთან მის მისადგომებთან ეტლი გადაუბრუნდა და ტრაგიკულად დაიღუპა ანტონ კათოლიკოსი. დღესაც გაურკვეველია მისი დაღუპვის მთავარი მიზეზი. ივერიის ეკლესიას წაართვეს ავტოკეფალია. მოსპეს 25 ეპარქია, რომელთა შორის ზოგი 15 საუკუნის განმავლობაში არსებობდა. გაანადგურეს მრავალი ძველი მონასტერი და ქართული საეკლესიო მამულები ხაზინას გადასცეს. რუსეთის სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ქართული ეკლესიის ყველა კანონი და დადგენილება. დაწვეს აურაცხელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც დარჩა პეტროგრადში წაიღეს და გადამალეს. ახლა ვნახოთ, აქვს თუ არა საქართველოს ეკლესიას შინაგანი გამბედაობა. 1888 წელი ალექსანდრე მესამე ჩამოვიდა საქართველოში. ქუთაისაც ესტუმრა. გაემართა ტაძრისაკენ სობოროს რომ ეძახდნენ. შევიდა ამალის თანხლებით ტაძარში. შესდეკ რუსეთის ხელმწიფეო. გაისმა გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა, რომელიც იმ დროს პარაკლისი ხდიდა. ირგვლივ გაოცება. ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში. და როგორც ასეთი სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია. სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს. შესდეკ რუსეთის ხელმწიფეო. არა მგონია მსოფლიო ისტორიაში მოუნახოთ ასეთი გაბედული მიმართვა თვითმპყრობელისადმი. ამ სამ სიტყვაში მოცემულია მთელი საქართველო. დაი დღეს ზოგიერთი უარყოფს ამ ფასეულობას და ფიქრობს, რომ ფასეული მხოლოდ ის არის, რომელიც ის კულტურა თუ ფსევდოკულტურა, რომელიც შემოდის დასავლეთიდან. და რო ვერაფერს ვერ აკლებდა ამ ხელა განდრო ტაძრებს და ვერ ანგრევდნენ, ხდებოდა შეურაცხყოფა ამ ტაძრების, რით რომ ილესებოდა მათ ქვებზე, ეკლესიის ქვებზე ხვლები. აი ეს არის ხვლების ნალესები და ხვლების ნალესებია ესენი სულ. 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია დამოუკიდებლობა. სექტემბერში იქნა მოწვეული საეკლესიო კრება და არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად კირიონ მეორე საძაგლიშვილი. 1918 წელს თითქმის 8 თვის შემდეგ კირიონ პატრიარქი, კირიონ კათოლიკოსი მარტყოფის მონასტერში ვერაგულად მოკლეს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს კვლავ დაედგა მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენ სამშობლოში ფეხის შემოდგმის დღიდან დაიწყო სარწმუნოების დევნა. მთავრობა ცეცხლითა და מחვილით მოედო ეკლესიებს. დაანგრია და გააუქმა 1200 ტაძარი. დაატუსახა და დახვრიტა მრავალი სასულიერო მოღვაწე. ერისმაშინდელმა სულიერმა მამამ და მწყემსმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მამხილებელი მემორანდუმი. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ბოლშევიკური იდეოლოგიისათვის. საქართველოს მწყემს მთავარი სამსჯავროზე გადასცეს. სასამართლო პროცესის ბოლოს მსჯავრდებული საბოლოო სიტყვაში წმინდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა ისტორიული სიტყვები. სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული საქართველოს, გვამს კი რაც გნებავთ ის უყავით. აი საქართველოს ხერხემალი.